ოფისში მუშაობდით თუ არ მუშაობდით? ოდერად ხო მუშაობდით. მე ამაყება კიდევაც. საქართველოს 10 ციხეში პატიმართა კვება სუსის ყოფილ თანამშრომელს შეაბარეს. უფასოდ რატომ მიმოხდა? ვისი წილები მომწეს? ძმაკაცებმა მაჩუკეს დაუშვა, მე რატომ საქმე არის? შაბათის გუნდის ახალი გამოძიება. სუს გადააბარეთ ციხეების კვება ბატონო გიორგი. ნახეთ ვის და რა დამსახურებისთვის აძლევენ 152 მილიონ ლარს საქართველოს ბიუჯეტიდან. მაღალჩინოსანი თქვენთან წილებს იღებს და თქვენ მრავალმილიონიან ციხის ტენდერს იგებთ. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომ სუსის თანამშრომელს ჯერ ბიზნესის წილი აჩუქეს. კიდე ბევრს მაჩუქებენ. რატომ იმიტომ რომ იმსახურებ. რაც მისი გვარი კომპანიის მფლობელებს შორის გაჩნდა, ამ შეპესემ პატიმართა კვების ტენდერიც გაინახდა. ყველა რომ ამ კაცმა უსასყიდლო წილი მიიღო და შემდეგ ტენდერი. ამ კაცს უნდა დაუსვათ ალბათ ეს შეკითხვა. სუსის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ნაჩუქარი კომპანიის სასამუშაებლად სესხია იყო. ამ მასშტაბის სესხი კი არც ერთ დოკუმენტში არ ჩანს. მე ამაებში ვერ ვერკვევი, მე მითხარით როგორი საჭმელი კომპანიას ხელმძღვანელობთ, ქალბატონო დირექტორი ხართ. დღეს მხოლოდ ამ ეთერში ნახეთ, როგორ გახდა მეტროსადგურ სარაჯიშულთან ნაქირავებს შენობაში გახსნილი რესტორანი უეცრად 10 ციხის 9000 პატიმრის მთავარი მომარაგებელი. ერთადერთი გამოცდილება არის რესტორანი მეგობრები. რა იმალება ამ გარიგებების აბლაბუდის მიღმა? გიყვებით დღეს 8 საათზე. ეს არის პენტჰაუსის ფართობი, არც მეტი, არც ნაკლები 1000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ვის ეკუთვნის მილიონახევრიანი პენტჰაუსი თბილისში? ამ ადგილზე ხდება სწორედ ძვირფასეულობის შენახვა. ვინ გადამალა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რეზიდენცია, ოქროს და ბრილიანტების შესანახი დაკამერებული საცავით. ყიდის ახლა მაგბინას. ვინაყიდის გააჩნია, თვალზე გააფო. ქონების ოფიციალური მფლობელი, რომლის სახელზე ცოცნების ექს-ჩინოვნიკების მიწებიცაა გაფორმებული, ამტკიცებს, რომ რაც მისია, მისი არ არის. ჩემია, ეს ბინა არის ჩემი. თქვენი თუ არის ვარსემაშვილის სახელზე რატო არის? კაცი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ქონება მისია, რეალურად დიღმის მასივში ქირი ცხოვრობს. ცხოვრობენ ნაქირავებში, რა დიღმის მასივში. გაუჭირდათ და რა ვიცი. შაბათის გუნდმა აღმოაჩინა საეჭო ტრანზაქციების მთელი სქემა და ეს არ ეხება მხოლოდ ამ უძრავ ქონებას. პენტჰაუსი რო იყიდება, როგორ უნდა მოუხდა იქოთის ხარში? პირდაპირ ადის ანუ ლიფტი? ჩვენ ვარკვევდით, ვისთან მივა გადამალული ქონებების კვალი. ხობაძესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იყავით დაბარებული? ამაზე არ პასუხობ. აფთიაქში მუშაობდა თქვენი მეუღლე. მარეგულირებელში როგორ მოხდა? თანამდებობები საჯარო უწყებებში დეპუტატების და მინისტრების ოჯახის წევრებისთვის. ეხლა ჩამოგართვათ ლიცენზია თუ რა ქვია მაგას? ვინ შემოგიშვათ საერთოდ? დღეს გიყვებით, ვინ, სად და რა თანამდებობაზეა დასაქმებული და როგორ მოხვდნენ ამ პოსტებზე. კორის საქმის მწარმოებელი მერიის თანამშრომელი როგორ გახდა? როდესაც პარტიული ხაზით დეპუტატი წინაურდება, მას მოსდევს ოჯახის წევრის მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა. ეგ არა თქვენი საქმე. მეუღლე დაგეხმარა. ეგ არა თქვენი საქმე. დღეს ჩვენს ეთერში ვლაპარაკობთ არა მარტო დეპუტატებზე, არამედ მინისტრებზეც. ვინ დაასაქმა თქვენი მეუღლე ექსპერტიზის ბიუროში, ბატონო სულხან? ინტერესთა კონფლიქტი არ არის ეს? ამ საღამოს და ამ ეთერში ნახეთ დასაქმება პარტიული ხაზით. მთავარი სპეციალისტი. მანამდე სად მუშაობდა? მანამდე სახში იყო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის სამსახურში ყოფნა და მოვიპოვეთ წამებაში მხილებული პოლიციელების ჩანაწერი. არაფერზე დაყრდნობით რომ პატიმრობას მოვიხოთ. 8 საათზე თქვენ მოусმენთ მათ, როგორ აძლევენ სრუჩვენებას ფიცის ქვეშ. ჩვენ დაგინდეს ავთენტურია თუ არა არც ომჩივანი არ ყავს საქმეში. ეს პოლიციელები მათივე სისტემის გამოძიებულ საქმეებს სრუჩვენებებით რომ ატრიალებენ. ვინ უნდა დაუჯეროს მათი დაკითხვის ოქმებს, მაშინ როდესაც ტყუილის თქმა შეიძლება მათი პირადი ინტერესი იყოს. 3 კვირის შემდეგ როგორ მოახდინეს დაკავება ამ ადამიანების, რას აკეთებდნენ ამ ხნის განმავლობაში? დადგენილია, 3 ახალგაზრდა კაცი პოლიციაში რომ აწამეს, რუსეთის მოქალაქის ევგენი ელისეევის საჩივრის გამო ყავდათ გადაყვანილი. დისკზე რამდენი ვიდეო იყო? შეიცავ ვისაც უნდა მიმართოთ, რა გინდა ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით პატაკის ავტორი. შაბათის გუნდმა მოიპოვა ხალხის წამების საქმის ფაილები.
იქ ძალადობაში მხილებული არც ერთი პოლიციელი არ ფიგურირებს. გამოძიებას ჩუვაშიელი ევგენის ტელეფონზე სულ სხვა სამართალდამცველები ატარებენ. არ გესმოდათ ხმები განწირული ადამიანების, მაშინ როცა ელისეევი გამოკითხეთ. მოგზავნილი ხო არა ხართ? სისტემიდან გამოჟონილმა ფაილებმა პოლიციაში ისეთი პანიკა გამოიწვია, რომ წამების სკანდალი სულ სხვა სისხლის სამართლის საქმეს მიაბეს. თუ მძიმე დანაშაულში სხვა პოლიციელებიც ფიგურირებენ, რომლებიც საქმიდან აორთქლეს. დასისხლანებულ ბავშვები მევიდნენ. სამოდასისხლიანებული იყო? მილიციის ნაცმერია, კაი იყო. ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ შემზარავ კადრებში ასახული სამი მსხვერპლიდან ერთი იმ მომენტში არასრულწლოვანი იყო. თქვენ ზუსტ ინფორმაცია ვინ მიაწოდა? თქვენ იყავით ამ ტელეფონის გამტაცებელი, გამოიძიეთ თქვენ. დიდი ამბის ახალი გამოძიება, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენს ეთერში.